ჩვენიერ დღეს მოულოდნელ დღეს ისევ მიდის მამა. ვაი შენ იჯექი ელოდე 20 წელი და მთელი ცხოვრება გავიდეს და ის იქ საქმეებს აკეთებს. ამ რომანშიც ასახულია ქალი, რომელიც ძალიან ნელ-ნელა კარგავს მეხსიერებას და ბოლოს უკვე დედა სულ უფრო ნაკლებად არის დედაო ამბობს. და ჩვენ კიდე ჩვენი მეხსიერება ვართ. არ გაქვს მეხსიერება, აღარც ხარ. მხოლოდ სიკვდილი არის ის, რაც მას შეარიგებს იმ ქმართან, რომელმაც ორჯერ მიატოვა. არც ერთი დეტალი არ არის ტყუილად ამ წიგნში, ყველაფერი რაღაცას ნიშნავს. არ ყოფნა არის ამ წიგნის მთავარი მოქმედი გმირი. პერსონაჟის არ ყოფნა, რომელმაც დატოვა დიდი სიცარიელი. წასული ადამიანი არის თავგადასავალი და დარჩენილი ტკივილი. მისთვის ნოსტალგია, ეს არის შავი ქვიშა. არც ერთი კარგი ლიტერატურა პასუხს არ გეუბნება. სვამს კარგ კითხვას, რომელზეც ჩვენ უნდა იფიქრო შეიძლება ზოგჯერ მთელი ცხოვრება. მხატვრული ლიტერატურა არის ეს, რომ აი ამდენ ხმაურში უცებ გამოჩნდება სიტყვა, რომელიც შენთვის არის დაწერილი. დღევანდელი ჩვენი წიგნი არის ხუან კარლოს მენდეს გედესის შავი ქვიშა. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო გამომწერებო. დღეს ხუთშაბათია და ერთი წიგნის დღე, სანამ წიგნზე ვისაუბრებთ, მინდა გთხოვოთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაგვიტოვოთ კომენტარები, თქვენი მოსაზრებები, სურვილები. ასევე დიდი მადლობა უთხრა ჩვენ სპონსორს მთისწყალს, ეს არის წყალი ბრომატის გარეშე და საქართველოს უნივერსიტეტს, რომელიც სტუდენტებს ასწავლის, რომ მხოლოდ თავისუფალი ადამიანის გონებაში შეიძლება დაიბადოს სამყაროს შეცვლის იდეა. იდეა, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია, მხოლოდ თავისუფალი ადამიანის გონებაში შეიძლება დაიბადოს. დღეს კი ვისაუბრებ ჩემ ძვირფას სტუმართან, ლანა კალანდიასთან ერთად, რომელიც არის ფილოლოგი, მთარგმნელი და რომელიც სულ გვანებივრებს როგორც კლასიკური ესპანურენოვანი ლიტერატურის თარგმნით, ისე ახალი თარგმანებით და აი სანამ დავიწყებდით გადაცემას, ხუმრობდით, რომ ზოგიერთი მწერალი ისეთი არის უკვე ქართულად თარგმნილი, მარტო თქვათ ვენესუელაში და საქართველოში რო იციან, ან მხოლოდ მექსიკაში და საქართველოში, რაც ჩვენთვის წინ გადადგმული ნაბიჯია ლიტერატურულ სამყაროში. დღევანდელი ჩვენი წიგნი არის ხუან კარლოს მენდეს გედესის შავი ქვიშა. ხუან კარლოსი ჩამოსული იყო ლიტერატურულ ფესტივალზე საქართველოში. მე პირადად მქონდა ბედნიერება ცოცხლად მენახა ის და გამეცნო ლანას დამსახურებით, მქონდა მაისის დასაწყისში არაჩვეულებრივი დღეები ესპანურენოვანი ლიტერატურის და ყავდა ძვირფასი სტუმრები, ცოტა ვილაპარაკოთ აი ამ ფესტივალის მნიშვნელობაზე, იმიტომ რომ ჩვენც გქონდა განცდა ისეთ ქვეყანაში და სიტუაციაში ვართ, რომ რა დროს ფესტივალია, რა დროს წიგნია ზოგადად ხო რაღაც უხერხულობის განცდა, მაგრამ აი ზუსტად მათი ჩამოსვლის დროს მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია აი ეს ლიტერატურული კონტაქტები, რომელიც ზოგჯერ პოლიტიკურ კონტაქტებზე უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს, აი ეს რომ გააგებინო ადამიანებს შენი ხმა და მათ თავისი და რაღაცა ისტორიული პარალელებიც გამოიკვეთოს. მოგვიყევი ამ ფესტივალზე და კიდე სულ მაინტერესებს იქნება თუ არა კიდევ თქვათ ეს ტრადიციის სახეს მიიღებს თუ რაღაც ერთჯერადი ამბავი იყო. მოგესალმები ქეთი, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ეს ჩემი საყვარელი პოდკასტია და ყოველთვის ვადევნებ თვალს და მართლა ძალიან დიდი გულისყურით ვუსმენ თქვენს პოდკასტებს, ამჯერად მე მომიწია და მადლობელი ვარ ამის გამო. რაც შეეხება ფესტივალს, დიახ, ეს იყო დიდი ხნის სურვილი ჩემი, რომ ფესტივალი ჩაგვეტარებინა, რომელიც ფოკუსირებული იქნებოდა ესპანურენოვან ლიტერატურაზე, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ტრადიცია, ლიტერატურული თარგმანის დიდი ტრადიცია, ასევე ყავს მკითხველი, რომელსაც უყვარს ეს ლიტერატურა, აინტერესებს და ვიცოდი, რომ ინტერესს გამოიწვევდა. შესაბამისად, შევეცადეთ, რომ ჩამოგვეყვანა ძალიან
ისეთი გამორჩეული სახელები ლათინოამერიკული ქვეყნებიდან და ასევე ესპანეთიდან და მაყოფილები ვართ იმითი თუ როგორი ინტერესი გამოიწვია ამ ფესტივალმა და რასაკვირველი აქვს სურს გაგრძელება მომავალ წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი თარიღია რაც გვინდა რომ აღნიშნოთ ეს მარკესის 100 წლის თავი დაბადებიდან რომელიც მთელ მსოფლიოში აღინიშნება განსაკუთრებით იბეროამერიკულ ქვეყნებში და ესპანეთში, ესპანურენოვან ქვეყნებში და ძალიან გვინდა რომ ფესტივალით შევუერთდეთ ამ განსაკუთრებულ დღეს და თბილისში მოვიწვიოთ მარკესის ცნობილი ყველა ენაზე, ძალიან ბევრ ენაზე მთარგმნელები, რათა გვიამბონ თუ როგორ თარგმნეს თავის ენაზე, როგორ მიიტანეს თავის კითხველამდე. დიახ და ეს იქნება ძალიან საინტერესო ღონისძიება, რომელზეც იმედი გვაქვს, რომ გვესტუმრება ასევე გაბრიელ გარსია მარკესის შვილი, გონსალო გარსია ბარჩა, რომელიც არის გამომცემელი ასევე და მე მგონი საინტერესო მაისი გველოდება, ასევე არის 100 წელი სრულდება 27-იანელების თაობიდან, 27-იანელების თაობა ის იყო გარსია ლორკას თაობა და ასევე გვინდა რომ გამოვეხმაუროთ ამ ფაქტს. მნიშვნელოვანია ისიც რომ ასევე 37-იანი წლების დიდი ტერორიდან და ატიციან ტაბიძის ცისფერყანწელების ასეთი ტრაგიკული ბედის შემდეგ აი ამ დიდი ტერორის შემდეგ 90 წელია და დიდი სურვილი გვაქვს რომ ცისფერყანწელები ვთარგმნოთ ესპანურ ენაზე და გამოვცეთ და ამით მივაგოთ პატივი მათ ხსოვნას და მათ წვლილს რომელიც მაინც დავიწყებულია მსოფლიო ლიტერატურულ დისკურსში, იმიტომ რომ ძალიან აი ეს დიდი ტერორის თემა 37-იანი წლების რეპრესიები ძალიან აქტუალურია, დიდი ინტერესი იწვევს, მაგრამ სამწუხაროდ, როდესაც საუბრობენ მსხვერპლზე, ძირითადად მაინც რუსულ მწერლების მაგალითებია, ვთქვათ, აი ამ დისკურსში და ჩვენ ძალიან გვინდა რომ აი ამ დისკურსში ჩავართოთ ჩვენი წვლილი, ჩვენი მსხვერპლი და რომ უკვალოდ არ დაიკარგოს და აი ამ დისკურსის ნაწილი იყვნენ ეს მწერლები. მithumetes რომ ამის შედეგებს დღესაც კი ვიმკით, აი ამოწყვეტილი ინტელექტუალური ძალის და ვისაც რაღაცა შეეძლო ამ ქვეყნისთვის ან წავიდა ან მოკლეს და ეს ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რასაც შენ ამ ქვეყნისთვის აკეთებ, ამას ყოველგვარი მიკერძოების გარეშე ვამბობ. მე სულ მახსოვს მაშინ არ ვიცნობდით ერთმანეთს და ჩვენ დაგვამეგობრა ვაცის ნადიმის ქართულად თარგმნა, იმიტომ რომ ჩემთვის ისეთი აქტუალური იყო ამ ტექსტის მაშინ წაკითხვა და რაღაცნაირად ჩვენი მეგობრობა დგას რაღაც ერთ მისტიურ თემაზე, რაც უკავშირდება იმას, რომ ყოველთვის თითქოს რაღაცა კრიზისში როცა ვარ და ეს კრიზისი საზოგადოა თუ პირადი არ აქვს მნიშვნელობა, ლანას თარგმანი გამოდის, რომელიც ჩემ იმჟამინდელ მდგომარეობას და არა მარტო ჩემსას, მარტო ჩემზე რო იყოს, არ ვიტყოდი ამას. აი თითქოს მერე ქალაქი და ძაღლები, მერე საუბარი კათედრალში და აი თითქოს ყოველთვის წამოგეწევა პასუხი კითხვაზე, რატო ვართ ასე ცუდად. და თითქოს აი იმ კლასიკური ლიტერატურის თარგმანებით, რომლითაც ასე გვანებრივებ, გვაქვს პასუხი, მაგრამ მე შენი დამოკიდებულება თარგმანის მიმართ შეიცვალა, შეიყვარა რა უკვე კლასიკური ესპანურენოვანი ლიტერატურა ქართულმა მკითხველმა შენთან და სხვა თარგმნელებთან ერთად. უნდა ვახსენოთ, იმიტომ ჩემი პირადი სიყვარული მარკესით დაიწყო და ელზა ახვლედიანის მარტოობის 100 წელიწადით და ეს არის დღემდე ჩემი საყვარელი ტექსტი. განწყობასთან რომელიც რეზონირებს, მაგრამ მე დაიწყე შენ უკვე სარისკო საქმე, როცა თარგმნი მწერლებს, რომელიც გვარიც ესე არ ჟღერს, როგორც ლიოსა და მარკესი, მაგრამ ძალიან საინტერესო მწერლები არიან და მოდი ჩამოვთვალოთ ეს მწერლები წელსთან რამდენი მადლობა ასევე გამომცემლობასაც, რა თქმა უნდა, რომელიც ყოველთვის მოწადინებულია, რომ აი ამ რისკზე წავიდეს, ხო? იგივე დღევანდელი ჩვენია ეს ხუან კარლოს მენდეს გედესი, ხა შეიძლება ქართველის თუ არა იღებს იგდში ხელს, ესე ნაცნობი გვარი არ არის და რა იყო შენი მთავარი мотиваცია, რომ აი გაგეცნო ჩვენთვის
უცხო მწერლები. ძალიან ცნობილი იქ, მაგრამ უცნობი ჩვენთან. დიახ, მე მქონდა სულ ის განცდა, რომ აი ამ კლასიკის, თანამედროვე კლასიკის თარგმნის შემდეგ მქონდა იმის განცდა, რომ რაღაცნაირად დიდხანს ჩავრჩით ამ ეპოქაში, ლათინოამერიკული ბუმის ეპოქაში და თითქოს ცოტა უყურადღებოდ დაგვრჩა ის, რომ ბუმის შემდეგ სხვა მწერლობა მოვიდა და მეორე თაობა შეიძლება ითქვას, რომ გამოიცვალა, ხო? და სწორედ ამიტომ აი ეს ინტერესი რაღაცნაირად რომ დაგვენახა ახალი მწერლობა, წაგვეკითხა ახალი მწერლობა, ხო? და დაგვენახა ის, რომ არსებობს სიცოცხლე ბუმის შემდეგ, ცოტა ხუმრობით რო ვთქვათ, და არიან არაჩვეულებრივი მწერლები, მაგრამ დრო იცვლება და ლიტერატურაც იცვლება და მწერლის დამოკიდებულებაც იცვლება და აი ეს ახალ თანამედროვე მწერლები, რომლებიც ლათინოამერიკელი და ასევე ესპანელი მწერლები, სხვა თემებია, მათ სხვა თემები აქვს, სხვა გამოხატვის საშუალებები აქვს. შეიძლება ისინი აღარ წერენ ისეთ ზოგადსაკაცობრიო და დიდ თემებზე, ეპოქალურ თემებზე, როგორცაც წერდნენ, თქვა, ბუმის მწერლები. თითქოს კამერული გახდა, ხო? დიახ, უფრო ინტერესი გადავიდა ერთი ადამიანის გამოცდილებაზე, ხო? რაღაცა ადამიანების დაკარგულობაზე, ადამიანების როგორ ეძებენ აი პიროვნებები თავის ადგილს სამყაროში, მაგრამ ესენი, აი ეს პერსონაჟები არ არიან დიდი პერსონაჟები. რისი თქმა მინდა, რომ არ არიან რაღაც ისტორიული პერსონაჟები, ან რაღაც გმირები, იმ გაგებით, კლასიკური გაგებით, როგორც ჩვენ გვესმის, ხო? გმირი, ისინი არ არიან, ისინი არიან ადამიანები, რომლებიც თავისებურად უმკლავდებიან იმ გამოწვევებს, რომლებიც მათ ცხოვრების გზაზე ხვდებათ, ხო? და მათ შორის ემიგრაცია, მათ შორის გაუცხოება, მათ შორის დანგრეულ ქალაქში ცხოვრება და ეს ომის შემდგომი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი, მაგალითად დავით ტოსკანას შემთხვევაში. ამიტომ ჩემთვის აი ეს ძალიან საინტერესოა, იცი რა, ჩემთვის საინტერესოა, რომ აი ეს გამოცდილება ჩვენი გამოცდილების ნაწილი გახდეს. ამიტომაც რეზონირდება და თუ ავიღებ დავით ტოსკანას, ხუან კარლოს მენდეს გედეს, სარა მესას, იმდენად განსხვავებული სტილის, ტემპერამენტის, მოტივაციების მწერლები არიან, რომ შენთვის აი ეს მრავალფეროვნება იყო საინტერესო, თუ მათ აქვთ რაღაც რაც აერთიანებს და შენ გინდა რომ აი ეს ერთ თემაში მოაქციო. სტილისტურად რასაკვირველია, სრულიად განსხვავებული მწერლები არიან, თემატიკაც აბსოლუტურად განსხვავებულია. ხუან კარლოს მენდესი წერს ემიგრაციაზე, მარტოობაზე, გახლეჩილ ოჯახებზე, რაც ჩვენთვის ძალიან აქტუალური თემაა. დავით ტოსკანა აღწერს ომის ევროპულ, არ დაგვაწყოს, რომ დავით ტოსკანა მექსიკელი მწერალია, მაგრამ ის წერს ევროპულ რომანს, ევროპულ ქალაქზე, ვარშავაზე, ომის შემდგომ ვარშავაზე, რომელიც რეალურად განადგურებულია და ის აჩვენებს აი ამ დანგრეულ ქალაქში, აი ამ ქალაქში, რომელსაც ეშმაკი დაეპატრონა, როგორც ცდილობენ ადამიანები თავის გადარჩენას, ხო? როგორც ცდილობენ იპოვენ რაღაც ხავსი, სიხარულის ხავსი, რომელსაც მოეჭიდებიან. და რაც შეეხება სარა მესას, სარა მესა უფრო ახალგაზრდა მწერალია და მისი ინტერესი უფრო არის გაუცხოება, რაღაც ურბანულ გაუცხოებას გაქცეული პერსონაჟი, რომელიც ასევე ძალიან აქტუალურია. ძალიან აქტუალურია, დიახ, რომელიც თითქოს სოფელში მიდის, რომ იქ იპოვოს სიმყუდროვე და გრძნობს, რომ რეალურად იქაც ნიადაგი ძალიან მყიფეა, ხო, რასაც დგას. ამიტომ თუ რამ აკავშირებთ, ეს არის ადამიანი, ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც ეძებს თავის ადგილს სამყაროში და რომელიც ცდილობს შეკრას თავისი ცხოვრება, შეაკოწიწოს თავისი ცხოვრება რაღაც იმ ნანგრევებში, რომელშიც ის აღმოჩნდა სხვადასხვა მიზეზების გამო. მაგრამ სამივე მწერალს აერთიანებს, რომ გარდა იმისა, რომ შეიძლება იყოს ერთი ადამიანის უნიკალური გამოცდილება, რომელიც ხვის გამოცდილება შეიძლება გავდეს, მაგრამ მაინც უნიკალურია, ასევე ძალიან კარგად ჩანს და დღევანდელ წიგნზეც როცა ვისაუბრებთ, რამდენად გარემო აი ამ გამოცდილებას აკორექტირებს
აკავშირებს, ცვლის, გარშემო რაც ხდება, მაინც შემოდის ეს. თუნდაც აი აქ, როდესაც ამ წიგნს ვკითხულობთ, ხვდებით, აი რა არის ემიგრაციის მიზეზი, აი ეს იგივე რაც შენახსენე, ოჯახის გახლეჩილობა ციდან ხო არ ვარდება, ამას ხო გარემო პირობები იწვევს და ასე რომ როგორც ჩვენ არ ვარსებობთ ესე ცალკე კონტექსტიდან ამოგლეჯილად, აი ეს კონტექსტი როგორ მოქმედებს, ირიბად, არა ისე როგორც ახლა ლიოსას ტილოებზე, დიდ ტილოებზე, მაგრამ აქ ჩანს შემოსული ვიბრაციების სახით, რამდენად მოქმედებს ის კონტექსტი, რომელშიც ჩვენ ისტორია აღმოგვაჩენს, ხო? და ვთქვათ, აი ამ წერილზეც მე ვიტყვი, რომ ვილაპარაკოთ დღევანდელ ჩვენ წიგნზე, ძალიან საინტერესო ტექსტია, ზუსტი და ვამბობდი, აი რაღაც ორგანოებზე მოქმედებს, აი გულზე მოქმედებს, ღვიძლზე მოქმედებს, თითქოს რაღაცას ორგანიზმს იცვლის, ეს ამას ყოველთვის იწვევს ტექსტის სიზუსტე, წინადადებები, დეტალებისადმი ძალიან დიდი ყურადღება და თვითონ ხუან კარლოს მენდესი არის ემიგრანტი და ჩვენი ლანაც არის ემიგრანტი, რომელიც ცხოვრობს ბარსელონაში, ხუან კარლოსი ცხოვრობს მადრიდში, ის არის ვენესუელიდან წასული, ლანა საქართველოდან და სანამ ჩვენ ორმაგად მოგიწია შენი საყვარელი და ფუძე ადგილის დატოვება ერთხელ აფხაზეთიდან და ერთხელ უკვე საქართველოდან ესპანეთში. შენი თავი კი არ დაკარგე პირიქით იპოვე შენთვისაც და ჩვენთვისაც, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ხო, ეს კაციც როგორი წარმატებულია, როგორი ცნობილი და ალბათ იმითაც ამაყი, რომ ესე კარგად წერა შეუძლია, მაგრამ არის ემიგრაციაში, აი რაღაც ის სევდა, რომელიც მოდის ამ ტექსტში და როცა ვკითხულობდი, ფიქრობდი, რომ ალბათ შენც ამიტომ მოგინდა თარგმნა, რომ ზუსტად გესმის მისი, რას ნიშნავს შენი ქვეყნიდან და ადგილიდან შორს ცხოვრება. დიდი მადლობა ქეთი, ასეთ საინტერესო შესავლისთვის. თავად ხუან კარლოს მენდეს გედესი არის ემიგრანტი, 20 წელია უკვე ცხოვრობს მადრიდში, თუმცა მას არასოდეს არ გაუწყვეტია კავშირი თავის ქვეყანასთან და მან პიროვნულად ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს ეს, როდესაც ადამიანი კარგავს მიკუთვნებულობის განცდას, რომ ის რეალურად ეკუთვნის თუ არა იმ ადგილს, სადაც ის ცხოვრობს. ეს ძალიან აქტუალური თემაა თანამედროვე სამყაროში და ჩვენს ასევე საქართველებისთვისაც ეს ძალიან აქტუალურია, როდესაც ადამიანები ტოვებენ თავის სამშობლოს, იწყებენ ცხოვრებას უცხო ადგილზე, მაგრამ რეალურად მათი ცხოვრება ისვამს კითხვას, რამდენად ვეკუთვნით ჩვენ ამ ადგილს, ხო, სადაც ვართ ფიზიკურად და სად ვართ რეალურად. აი ეს კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სად ვართ რეალურად, იქ ჩვენს წარმოსახვაში ჩვენს სამშობლოში თუ იქ სადაც რეალურად ცხოვრობთ და ვარსებობთ, ხო? და ხუან კარლოსის ხედვა, ეს არის მართალს ამბობ, შენის ძალიან დეტალების და ზუსტი მწერალია, ეს ძალიან ელეგანტური პროზის მწერალი ადამიანია და არსად არაფერი ზედმეტი არ არის, ხო? ყოველთვის ცდილობს, რომ რაღაც ფაქიზად გაიაროს ის ხიდის, ბეწვის ხიდი, რომელიც არ დაამსგავსებს ამ განცდებს, არ გადააქცევს ამ განცდებს რაღაც ყალბ სენტიმენტალიზმად. არასოდეს არ ცდილობს, რომ რაღაცნაირად ეს ნოსტალგია შეფუთოს რაღაც ამაღლებულ ან ისეთ განცდად პირიქით. მისთვის ნოსტალგია, ეს არის შავი ქვიშა. რატომ ქვია ამ რომანს, ხო? შავი ქვიშა, აი დავანახებ კითხველს. იმიტომ რომ ქვიშა წარმავალობის სიმბოლოა, ხო, ყოველთვის იყო წარმავალობის სიმბოლო, მაგრამ შავი ქვიშა ეს ვულკანური ქვიშაა, რომელიც დიდი აფეთქების შედეგად იბადება, დიდი ტკივილის შედეგად და ამასთანავე ქვიშა პერსონაჟი ოჯახი, რომელსაც მამა გაექცევა ორჯერ, ხო, ის ცხოვრობს კანარის კუნძულზე, ხო, ტენერიფეში და სწორედ ამიტომ, ასე ვთქვათ, გარემოც იქიდან არის აღებული, მაგრამ რეალურად ეს მანიშნებელია იმისი, რომ რაზეც დგანან ეს პერსონაჟები, ის არა მყარია, ქვიშა არ არის, ხო, მყარი. რეალურად ისინი დგანან ტკივილზე. და ხუან კარლოს მენდეს გედესი ცდილობს, რომ გვაჩვენოს პერსონაჟი, რომელიც ფრაგმენტების თავისი დღიურის საშუალებით ცდილობს აღიდგინოს ოჯახის ისტორია, გახლეჩილი ოჯახის ისტორია. ეს არის ოჯახი, რომელიც მამამ ორჯერ მიატოვა და ამიტოვებაზე ძალიან კარგ რაღაცას ამბობს, რომ პირველად ტრაგედია შეიძლება იყოს, მაგრამ მეორედ უკვე
მეორედ უკვე სენტიმენტალური ის არის, ხო? რაღაც ტრაგედიის განზომილებაც აღარ აქვს უკვე და ხატავს ამ მამის პერსონაჟის სახეს, რომელიც რეალურად ეს რომანი მე ვფიქრობ, რომ არის არყოფნაზე. რას ნიშნავს არყოფნა, ხო? რას ნიშნავს მამის არყოფნა შვილისთვის, რომელიც აი ამ არყოფნაში ცხოვრობს, რომლის ცხოვრებასაც რეალურად ორგანიზებს მთლიანად ეს მამის არყოფნა, რომელიც ორჯერ გაიქცა ვენესუელაში და ვერასოდეს ვერ გაიგო დედამ, რატომ გაიქცა, ხო? და რომელიც ცდილობს, ესე იგი, მამა მიდის ვენესუელაში, ცდილობს რაღაც თავისი ცხოვრება დაიწყოს, შემდეგ ბრუნდება და ყველაფერი მიანიშნებდა, რომ ეს იყო ოჯახის ბედნიერი, ყველა ნიშანი იმაზე მეტყველებდაო, ამბობს, რომ ეს უკვე საბოლოო დაბრუნება იყო და რომ ეს ოჯახი ბედნიერად იცხოვრებდა და ერთშვენიერ დღეს მოულოდნელ დღეს ისევ მიდის მამა, ხო? აი რა არის ეს, რა იძულებს ადამიანს, რომ დაიძრას თავი, გაექცეს რაღაცას. აი ხუან კარლოს მენდესი ძალიან სვამს ამ კითხვებს, ის არ გვეუბნება პასუხებს. მაგრამ არც ერთი კარგი ლიტერატურა პასუხს არ გეუბნება. სვამს კარგ კითხვას, რომელზეც ჩვენ უნდა იფიქრო შეიძლება ზოგჯერ მთელი ცხოვრება. დიახ. აქ ძალიან საინტერესო პერსონაჟია დედაც, რომელიც ხუან კარლოს ნათქვამი აქვს, რომ როდესაც ამ რომანს წერდა, დედამისი, რომელიც ასევე ნაწილობრივ ვენესუელაში ცხოვრობდა და ნაწილობრივ მადრიდში, დედამისი ნელ-ნელა კარგავდა ცნობიერებას. და ამ რომანშიც ასახულია ქალი, რომელიც ძალიან ნელ-ნელა კარგავს მეხსიერებას და ბოლოს უკვე დედა სულ უფრო ნაკლებად არის დედაო, ამბობს, რომ ექიმა მითხრაო, რომ დედა სულ უფრო ნაკლებად, ყოველ ჯერზე უფრო ნაკლებად იქნება დედა და ის აკითხავს მას, ხო, მოხუცებულთა თავშესაფარში, მაგრამ ხედავს, რომ ის ნელ-ნელა მიდის, ის ნელ-ნელა მას ტოვებს ცნობიერება, ხო და მეხსიერება და ჩვენ კიდე ჩვენი მეხსიერება ვართ. არ გაქვს მეხსიერება, აღარც ხარ. ძალიან საინტერესო პერსონაჟია, რომელიც ჩემთვის ძალიან სული შემძვრელია, მაგალითად, როდესაც ის ამბობს, რომ დედა კარგავსო, მაგრამ ის, რასაც ის დედას არ შეუძლია, რომ იყოს პენელოპე, პირდაპირი ალუზია არის. ალუზიას. იმიტომ რომ არ იცის მან, ინტელექტუალურად არ არის მზად იმისთვის, რომ იყოს პენელოპე და კი კარგავს. მაგრამ მისი სიტყვები არ არის მეხსიერება, დრო, ისეთი სიტყვები, რომელიც ეგზისტენციალურ რაღაც იმებთან, მაღალ მატერიებთან არის დაკავშირებული, ხო? მისი სიტყვები ძალიან ყოფითიაო, მაგრამ ის პენელოპეაო, ამბობს, ხო? უბრალოდ დედამ არ იცის როგორ მოერგოს ამ როლს, რადგან მას არ აქვს ეს ინტელექტუალური, არ იცის ვინ არის მისი არქეტიპი, ხო? მაგრამ რეალურად მისი ცხოვრება, ეს არის პენელოპეს ცხოვრება, ხო? ლოდინი, ასე ვთქვათ, მეუღლის და ასევე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, როდესაც ის ამბობს, რომ და აკითხავს ავადმყოფოში და ისე დაეუბნება მამა გარდაიცვალაო და ის ამბობს, რომ აი ხლა შეგვიძლია შვიდად ვიცხოვრო. ხოლო სიკვდილი არიგებს. ამშვიდებს და არიგებს. ხოლო სიკვდილი არის ის, რაც მას შეარიგებს იმ ქმართან, რომელმაც ორჯერ მიატოვა და რომელიც ვერასოდეს გაიგო, ვერც პირველად და ვერც მეორედ რატომ მიატოვა და სწორედ ამიტომ აი ეს ერთადერთი სიკვდილი, აი მხოლოდ ახლა შევძლებთ ჩვენ რომ შვიდად ვიცხოვროთო. ამბობს ძალიან ისეთი სულშემძვრელი ის არის, ხო? როდესაც მკითხველი ხელში აიღებს აი ამ წიგნს, ხედავთ რომ საოცარი ეპიგრაფით და იმით იწყება განწყობის შექმნით, მაგრამ მე არის დანომრილი ყველა აბზაცი. და მინდა რომ თავიდან ცდილობ შენ გამოიცნო რა არის ეს, მაგრამ პასუხი არის აქ და აი ამაზეც რომ ვილაპარაკოთ, რომ მივხვდეთ რა კარგი ტექსტია სინამდვილეში კიდე უფრო ყველა დეტალი, ანუ არც ერთი დეტალი არ არის ტყუილად ამ წიგნში, ყველაფერი რაღაცას ნიშნავს. დიახ, ის არის ასეთი მომენტი, ეპიზოდი, როდესაც პერსონაჟი, მთავარი პერსონაჟი ამბობს, რომ მამა ჩემიო მიამბობდაო, რომ იცნობდა კაცს, რომელიც 40 წელი მოგზაურობდა, დაც ეძებდა პეპლებს, რომელთაც ფრთებზე ასოები ეწერათ და ის ცდილობდა, რომ აი ეს ანბანი შეექმნა, რომ იმდენი წელი იმოგზაურა, იმდენი წელი ეძება ეს პეპლები, რომ დაესრულებინა ანბანი. და შემდეგ მიხვდაო
ბევრი მრავალი წლის შემდეგ, რომ ამ ანბანის დასრულება სიცოცხლის დასასრულის ნიშანი იქნებოდა, იმიტომ რომ ჩვენ არასოდეს არ ვიცით, რა იქნება ის ბოლო ბგერა, რომელსაც წარმოვთქვათ სიკვდილის წინ, ხო? რომელი ბგერა დასცდება ჩვენს ბაგეებსო. და ამიტომ იმას გადაწყვიტავ, რომ აღარ დაესრულებინა ეს ანბანიო და ხუან კარლოს მენდესი თავის რომანს აწყობს, აი თავის ანბანით აწყობს, ასე ვთქვათ, რეალურად ეს არის, რა არის ანბანის შექმნა, ხო? ანბანის შექმნა ეს არის ალბათ წესრიგის შეტანა ქაოსში, ხო, სამყაროში. ბგერების მოწესრიგება. მოწესრიგება. დიახ, და რეალურად ხუან კარლოს მენდესი აი ამ რომანშიც მე ვფიქრობ, რომ ამას ცდილობს, რომ შექმნას თავისი ანბანი, აი ამ სამყაროს, ამ წიგნისა ანბანი, ხო? შეიტანოს წესრიგი აი იმ ქაოსში, რომელშიც აი ეს პერსონაჟი ხო, იმიტომ რომ ხრობა არ არის ლინეარული და არის ნაკუწებად უნდა შენ რაღაც შეკრა და აი თითქოს ეს ანბანი განიშნებს, აი რა მიმდევრობით შეიძლება წაიკითხო ეს სხვადასხვა მოგონება, რომელიც მე შენ ვერ უნდა გააერთიანო რაღაც ერთიან და კიდევ მინდოდა ერთი რამ მეთქვა, რომ აი ამ თვითონ აი პერსონაჟი, რომელსაც ის გვიხატავს, ხო, შვილი, ძალიან არის საინტერესო მომენტი, როდესაც ცდილობს, რომ თან მამას გაჰყვეს, რეალურად ის აი ამ ერთდროულად ცხოვრობს თავის ცხოვრებას და მამის ცხოვრებას და არის მომენტი, როდესაც ის სახლში ძველ ჩემოდანს იპოვის და მამის დანატოვარ წიგნს, რაღაც სხვა მწერლის, ავტორის წიგნს იპოვის და ფიქრობს, რომ როგორ არის იმდენჯერ წავიკითხეო და არ ვიციო როგორ მოვათავსო მამაჩემის ცხოვრება ამ წიგნში, არ ვიცი როგორ გავშიფრო მამაჩემის ცხოვრება, ხო, როგორ გავიხსენო ეს. სად არის მამაჩემი აი ამ წიგნში. და კიდევ ერთი ჩვენც თქვი და მინდოდა ამაზე მეც ყურადღება გამომეხველებინა, რომ ხუან კარლოს მენდესი არის ნიუანსების მწერალი, ხო? არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, როდესაც მამა პირველი გაქცევის შემდეგ ბრუნდება და გემიდან ჩამოვა და იქვე პორტში ყიდულობს თევზს და მიდის სახლში და ცოლს ეუბნებიან, დედას ეუბნებიან, რომ დაბრუნდაო და მაგრამ მან იცის, რომ დაბრუნდა და ეს აკაკუნებს კარზე, აბრახუნებს მთელი ძალით და დედა კარს არ უღებს და ეს დგას და აი ამ თევზებს უჭერს ხელს და მე გამახსენდა ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი რომანი კიდევ ერთი, ასევე ესპანელი მწერლის ედუარდო მენდოსასი, სადაც იქ პერსონაჟი ასევე მიდის ემიგრაციაში კუბაში და 12 წელი თუ არ ვცდები ელოდება ოჯახი, მთელი სოფელი, რომ დაბრუნდება გამდიდრებული, რომ რაღაც ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია იქ და ასე შემდეგ და ბრუნდება და პატარა მაიმუნი ჩამოყავს. მხოლოდ ეს ერთადერთია, რაც ჩამოიტანა ამდენწლიანი განშორების შემდეგ და აი ხუან კარლოს მენდესიც აი მწერალია, რომელიც აი ამ დეტალებზე გაქცევინებს ყურადღებას. წარმოიდგინე ხა რომ კაცი, რომელიც ამდენი წლის შემდეგ დაბრუნდა და ელოდები, რომ რაღაც ისეთი სასწაული იქნება. ხო, მათი შეხვედრა ან რაღაც მნიშვნელოვანს ეტყვიან ერთმანეთს, რაღაც განსაკუთრებულს და ამ დროს მთელი ყურადღება ისე ახერხებს მწერალი, რომ მთელი ყურადღება გადავიდეს იმ თევზზე, რომელიც ხელში უჭირავს და ბრუნდება სახლში მრავალწლიანი განშორების შემდეგ, აი იმ პორტში იქვე ნაყიდი. ხო, როგორც არაორდინალური ოდისევსის და პენელოპეს შეხვედრაა, რომ ეს არ არის ჩახუტება და მუსიკა რო ათევს და რაღაც ნიშნები ჭირდებათ იქაც რომ ამოიცნონ ერთმანეთი. აი ეს დაბრუნება და შეხვედრა არასოდეს არ არის ისეთი, როგორიც თქვათ წარმოუდგენიათ ადამიანებს და შეიძლება ამ დეტალში იყოს მეტი ემოცია, აი ამ სიზუსტე დეტალი ჩემთვის ლიტერატურაში ნიშნავს სიზუსტეს, მათ შორის ემოციურ სიზუსტეს და სწორედ ეს არის უფრო სული შემძრელი. აი ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ არის ლაკონური წინადადებები ზოგჯერ უფრო ემოციური, ვიდრე ბოლომდე ახსნილი ყველა შეგრძნება და ზუსტად ამიტომ, რომ აი დიდ სივრცეს გიტოვებს, რომ ჩავარდე ამ წინადადებაში და ბოლომდე განიცადო და აი ესეთი დეტალები ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ისევე როგორც აი შეიძლება პანაშვიძე შეხვიდე და ცრემლი არ მოგადგეს, მაგრამ მისი პატარა ნივთი დაინახო ან წინადადება გაგდა, ეს ბევრად უფრო ემოციური იყოს შენთვის, ან მოგონება, ან მერე იპოვო რაღაც მისი კბილის ჯაგრისი და შეიძლება ეს ბევრად უფრო აუტანელი იყოს
ტკივილი, ვიდრე თავად ფაქტი, ხო? შენ ოდისევსი ახსენე ქეთი და აი ეს მინდოდა მეთქვა ერთი რამ, რომ ხუან კარლოსი ამბობს, რომ სოფლიო ლიტერატურაში არსებობს რამდენიმე დიდი დისკურსი. საერთოდ კაცობრიობაში. ერთ-ერთი ასეთი დისკურსი არის გმირის წასვლა, ოდისევსის დისკურსი, ხო? რომ გმირი, რომელიც სახლიდან წავიდა, ეს არის ყველაზე მთავარი თემა. რომ ერთხელ უნდა დაბრუნდეს სახლში, მაგრამ ხუან კარლოსი არ წერს ოდისევსის დისკურსზე. ხუან კარლოს აინტერესებს ტელემაქეს შვილის დისკურსი, რომელიც დარჩა. ის წერს იმათზე, ვინც დარჩა. აი შეიძლება ეს იყოს ძალიან მკაფიო ნიშანი იმისა, თუ რა განსხვავებაა, თქვათ იგივე ბუმის მწერლების, აი იმ დროის თანამედროვე კლასიკოსებსა და თანამედროვე აღებულია თემა, მაინც სამსვლელი, აი დარჩენილების ის წერს დარჩენილების დრამაზე. და დარჩენილების ტკივილზე და ის ამბობს, რომ რეალურად ყველაზე დიდი ტკივილი, აი შავი ქვიშა, ტკივილის ქვიშა, ტრაგედიის ქვიშა რჩება იქ, სადაც რჩებიან ადამიანები. და მე იცი როგორ აღვიქვი, შეიძლება არასწორად, იმიტომ რომ ეხლა ყველა ჩვენი ინტერპრეტაცია, არა, ჩვენი ინტერპრეტაცია შექვიშა, ჩემთვის იყო, რომ აი წყალნი წავლენ და წამოვლენ ქვიშანი დარჩებიანო, რომ აი ეს არის დარჩენილ ხალხზე, ზუსტად ეს არის, რომ აი შავი ქვიშა რაც რჩება და კუნძულზე ქვიშა, სადაც ისინი ცხოვრობენ, ხო, ეს ვულკანური ქვიშა. კი, და მართლა მე მეგონა რომ ეს ქალების ამბავი იყო ილიადას და ოდისეას როგორ არავინ არ ფიქრობს ანდრომაქეზე, თქვათ პენელოპეზე, რომ აი შენ იჯექი ელოდე 20 წელი და მთელი ცხოვრება გავიდეს და ის იქ საქმეებს აკეთებს, ის ხო ერთობა სინამდვილეში, მაინც წასული ადამიანი ერთ თავგადასავალი და დარჩენილი ტკივილი. მართალია. ძალიან ზუსტად ამბობ. და აი ამ ტკივილზეა და მე იცი რა ჩას აი დარჩენილ ადამიანებს თავისი პირადი ცხოვრებაც ძალიან უჭირთ ხო მოიცა ამ ქალის პირადი ცხოვრებაც ამიტომ არის ასეთი ქაოტური, რთული, ტკივილით სავსე, რომ რაღაცა დასალაგებელია რა მამასთან ურთიერთობაში. სანამ ის არ დაალაგდება, აქეთაც ძალიან რთულია. თითქოს ბოლომდე ჩართული შენ ცხოვრებაშიც არ ხარ, სანამ ძალიან დიდი კითხვები გაქვს. არა, რეალურად მათი ცხოვრება არის მუდმივი ლოდინი. ხო? და ფსიქოლოგიაში ლოდინი ითვლება ყველაზე დიდ აი ეს მოლოდინის რეჟიმი ადამიანისთვის არის ბევრად დამანგრეველი და სტრესული, ვიდრე თავად ცუდი ან კარგი ამბავი. აი, როდესაც შენ ამბავს ელოდები, მაგ დროს უფრო ყოველთვის ცუდად ხარ, ვიდრე როცა რაღაც ხდება. დიახ, სწორედ ამას აღწერს, ხეთი ძალიან ზუსტად ამბობ, რომ სწორედ აი ამას აღწერს ხუან კარლოს მენდეს გეტესი და ეს არის მწერალი, რომელიც სადღაც სულ ისმის ღვიშრიალი, სადღაც სულ ისმის სუნთქვის რიტმის გრძნობ, ძალიან რთული სათარგმნო მწერალიც არის ამასთან. ამაზე მინდოდა მე კითხა, აი თითქოს ასე არის სხვათა შორის კაფკაც, ესე თვითონ სიტყვები და წინადადებები შეიძლება სინტაქსურად არ იყოს რთული, მაგრამ მიგნებების პოვნა არის რთული, ხო? აი ამ გამოცდილება ეს არ არის საუბარი კათედრალში. წარმოიდგინე ახლა რამხელა განსხვავებაა, ვთქვათ, იმ სინტაქსურ კონსტრუქციებსა და არა ის ჯოჯოხეთია ჩემი აზრით, როგორ თარგმნე დღემდე არ ვიცი გეკითხები. რომელსაც ლიოსა წერს, როგორ რთულ კონსტრუქციას აგებს, ხო, რომანის სამმაგი დიალოგის რეჟიმში წარმოიდგინე. და მეორე მხრივ ეს. მე მინდა ერთი რამ ვთქვა, გავიხსენო, რაც ძალიან მომწონს ხავიერ მარიასი, რომელიც იყო შესანიშნავი მთარგმნელი. და ჩვენ ქართულად თარგმნეთ მისი ბერტაისლა და ის ამბობდა რომ ლიტერატურულ ტექსტს ადარებდა მუსიკალურ ნაწარმოებს. ის ამბობდა მაგალითად რომ ბეთჰოვენის მთვარის სონატა ყოველთვის ერთი და იგივეა. პარტიტურა არ იცვლება, მაგრამ ის ვინც ასრულებს მას, ის შესრულება უკვე ინდივიდუალურია, ხო? და ის ამბობს რომ მხატვრული ტექსტიც ასეა. მხატვრული ტექსტი ერთია ყველასთვის, ყველა მთარგმნელისთვის, მაგრამ მთარგმნელი უკვე არის იმ ნაწარმოების შემსრულებელი, გამჟღერებელი, ხო, თავის ენაზე. და შენ ფიქრობ, რომ დაგეხმარა სოხუმი
და მამის წასვლა და შენი წასვლა, რაღაც კავშირების ძებნა, პირადი, აი ეს ყველაფერი თარგმნას ეხმარება, თავისი პირადი ემოციური დამოკიდებულება რაღაცის. რა თქმა უნდა, შენ გრძნობ ამ სუნთქვას, შენ გრძნობ ამ რიტმს, როდის არის სიჩუმე, ხო არის ერთი ეპიზოდი, რომელსაც თავად სხვათა შორის აი ეს მინდოდა მეთქვა, რომ რას ამბობს იცი დედა? და ეს ვკითხებენ ხუან კარლოს. დედა ამბობს, რომ დედა იმას კი არ ამბობს, რომ ახლა შეგვიძლია მშვიდად ვიცხოვროთ, რადგან ის არ დაბრუნდებაო. ამბობს, რომ ახლა შეგვიძლია მშვიდად ვიცხოვროთ, რადგან დაბრუნება აღარ იქნება. დაბრუნება როგორც დიდი ამბავი, ხო, დიდი დისკურსი, იმიტომ რომ დაბრუნება უფრო მეტია, ვიდრე ერთი ადამიანის დაბრუნება, ხო? და ძალიან ფაქისად შერჩეული სიტყვებია. კი, ეს არის ხო. და ძალიან ისე და აი აქ ცოტა სუნთქვის რიტმს უნდა მიყვე, ხო? უნდა გრძნობდე, რას ტოვებს, აი სიცარიელები, რომელსაც ის ტოვებს. თუ გახსოვს პერსონაჟს ყავს შეყვარებული, კი, როგორ არა. რომელიც ინსტალაციას აკეთებს ხატვარი. თანამედ ხო ეს მისი დამოკიდებულება ჩანს ამის. ხო. და შექმნის ცარიელ ოთახს, ხო? სადაც არაფერი არ არის. აი სიცარიელია, რომლის მოსმენაც უნდა შეეძლოს მთარგმნელს. მე ასე ვფიქრობ და ასე ვგრძნობ თარგმნის. იმიტომ რომ ზუსტად აი დატოვებული ინტერპრეტაციების სივრცე იძლევა საშუალებას ღრმად განიცადო ტექსტი. კარგად, იმიტომ რომ თუ ყველაფერი მითხარით, ცოტათი სულ ვამბობ ხოლმე, აი როცა ჩვენ ამ ტექსტების ანალიზს გავდივართ, რომ აი როგორც საჭმელი არ გინდა რომ უკვე დაღეჭილი დაგიდონ, რომ აი პატივი გეც და შესმაგივრათავ, ესე არ გინდა ტექსტი, სადაც არაფერს არ გიტოვებს მწერალი, რომ შენით იგრძნო და თუ მთარგმნელიც ასე მიყვება მე ტექსტს, გამოდის ძალიან კარგი კოლაბორაცია და როგორ გული დამწყდა ჩამოსული როცა იყო, რომ არ იცის რა კარგი თარგმანი, ანუ თვითონ რომ ვერასოდეს ვერ გაიგებს, რომ კარგად თარგმნეს თუ ცუდად მისი ტექსტები. არა, იმდენი მადლობა მითხრა, რომ ალბათ მადლობას კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მაგრამ აი ხშირად მიფიქრია თუ ფიქრობენ ხოლმე მწერლები, აი შენ ლოსასთანაც ქონდა მიმოწერავი, ხავიერ მარიასთანაც, სარამესასთანაც მუდმივად და ფიქრობ, ალბათ როგორ აინტერესებთ, როგორ ჟღერს სხვა ენაზე მათი ტექსტი, ხო? და აი რო თქვი რომ მარკეს ჩამოიყვან და ბევრ თარგმნელს და გინდა ამ რაღაც გრანდიოზული, მასშტაბური როგორი საინტერესოა მოსმენა შენი ტექსტის სხვა ენაზე? აი ეს მინდა სწორედ გავაკეთოთ, რომ ჩამოვიყვანოთ აქ მარკესის სხვადასხვა ენაზე მთარგმნელები და მათ ისაუბრონ თავის გამოცდილებაზე და შემდეგ ერთი საბედნიეროდ ქალბატონი ელზა ცოცხალია და ჯანმრთელად არის და ისიც მოვარა საკვირველია და მიიღებს მონაწილეობას და შემდეგ მინდა რომ მარკესის რომანის პირველი გვერდი, ასეთი ცნობილი დასაწყისი რომელიც ყველამზე პირად ვიცით, ყველამ წაიკითხოს თავის ენაზე და გავიგონოთ როგორ ჟღერს, ხო? იმიტომ რომ ლიტერატურა ეს მოსმენაც არის, არ არის მხოლოდ წაკითხვა. და ქალბატონი ელზა საპატივსაცემოთ უნდა ითქვას, რომ მე შეგზემა მაქვს, რომ ქართულად დაწერილი ტექსტია. გონია რომ მარკესიზე გაივლის დრო და ქართულად კარგად ჟღერს ჩემთვის ეს ტექსტი. შეიძლება პატარა რო ვიყავი და წავიკითხე ისიც, ვერც წარმომიდგენია, რომ რამე ორიგინალი ენა აქვს და ეს არის კარგად თარგმნილი. საქართველოზე რას აი ხალხანს რო იყო, იმიტომ მაინტერესებს. ცოტა გადაუხვე ბოდიში თემიდან, მაგრამ შენ ყავდა სტუმრად ჩამოსული იყო, ჩვენ ქვეყანასთან რა დამოკიდებულება ქონდა? გაოგნებული იყო აი ამ სიყვარულით, ინტერესით და მინდა გითხრა ქეთი, რომ ყველაზე მეტად განსაცვიფრებელი მათთვის იყო ამდენი ახალგაზრდა ადამიანის ნახვა დარბაზში. და კი თქვეს, რომ ჩვენთან ძირითადად მაინც 1-2 ახალგაზრდა თუ შემოგვიერთდება ხოლმე და ჩვენთან სავსე იყო და აი ეს არის ჩემი ყველაზე, აი ეს არის ის, რაც ყველაზე მეც სიხარულს მანიჭებს, რომ ესე იგი სიამაყეს, ესე იგი არის ეს ხალხი, ხო, ვისაც აინტერესებს ეს ყველაფერი. მეც ვიტყვი, რომ მე ვიყავი, ფილმი ვაჩვენეთ, მაგრამ მეც კი, რომელმაც ვიცი, რამდენად დიდი ინტერესია ლიტერატურის მიმართ ჩვენ ქვეყანაში. ნუ ეხლა ყველა 90% ერთ-ერთ ქვეყანაში არ ინტერესდება ლიტერატურა, ყველაფერი პროცენტებით და ინტენსივობით იზომება, მაგრამ გადავსებული იყო
დარბაზი და აი ეს თან ამ რთულ დროში, უამრავი პრობლემი და სტრესი დატვირთულ გარემოში ისე გამიხარდა, რომ ანუ სულ მაგ ხოლმე შიში რომ სტუმარი მეტი არ იყოს, ვიდრე დამსმარი. იმდენი ხალხი იყო, ხალხი ფეხზე იდგა და 3 საათი დარჩა ფეხზე. და ბოლო დღეს რომელიც ლიო სასხსოვნას მიეძღვნა და შემდეგ კონცერტი იყო ასევე, პრაქტიკულად ნახევარზე მეტი ადამიანი ქუჩაში დარჩა, იმიტომ რომ ვერ შემოვიდნენ. მართლაც ბევრი ხალხი იყო და დიდი ინტერესი იყო, მაგრამ მათი უმეტესობა იყო ახალგაზრდობა. ხო, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. და ეს იყო რაღაცა საოცარი სიხარული ჩემთვის და აი ყველაზე მეტად რაც თვალში იყო მოსახვედრი მათთვის და გაკვირვებულები სწორედ ამით იყვნენ და ეს რაღაც უდიდესი სტიმულია ჩემთვის, როგორც თარგმნელისთვის და ამ ფესტივალის ორგანიზატორისთვის. კი, და ალბათ ეს ფესტივალი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოვა, იმიტომ რომ ქვეყნის კულტურული ცხოვრება განსაზღვრავს მე ჩვენ დამოკიდებულებებს იმ მორალური საკითხებისადმი, რაც თითქმის ყოველდღიურად არის ჩვენ ცხოვრებაში და სამხრეთ ამერიკაც ხო თან კაი ნატანჯი მხარეა ყველანაირად და რაც ყველაფერი თუ მგონია რომ აი ევროპელებთან რაც გვაქვს ხოლმე ბარიერი რომ რაღაც აი ამ თქვათ ავტორიტარიზმის თუ საზოგადოებრივი წნეხის იგივე აი მაგათად მარკესის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა რაც არის რომ სამხრეთ ამერიკული და ქართული საზოგადოება უკეთ იგებს აი რას ნიშნავს ეს თქვა ტოტალიტარიზმის ავტოკრატია ხა ესპანელებსაც რა თქმა უნდა ესმით ისე არ არის ევროპამაც გაიარა ეს მაგრამ აი დღემდე ეს რაღაცა სტრესში ცხოვრება საღამოს გარეთ არ გახვიდე 90 აი მგონია რომ ვენესუელელი უფრო კარგად გაიგებს რაზეა ლაპარაკი ხო და ეს განმეორებადობა რაღაც ციკლურობა ისტორიის მე მგონი იმ ქვეყნებს რომელთაც სადაც დემოკრატია არ არის განვითარებული, აი მათ უფრო ახასიათებთ ალბათ და ძალიან ხშირად აი ეს განსაკუთრებით იგრძნობა ლათინოამერიკული ქვეყნების სხვადასხვა ქვეყნებში და ეს ურთიერთობების სიმყიფეც ეს განმეორებადობა ის რომ ეს იყო და კიდევ ეს ციკლურობა ისტორიის ხო ეს არის რაღაცნაირი ჩაკეტილობა აი ვერ გამოსვლა საკუთარი თავიდან, საკუთარი ბედისწერიდან, ვერ გადალახვა. სამხრეთ ამერიკული ქვეყნებისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი და არ ჩვენთვის არის მოგეხსენება უცხო. კი, და აქაც ეს შავი ქვიშა, როგორც შენ ახსენე, რომ არ დგახარ მყარად. იქაც სულ ეს არის. შენი სტრესის თავარი წყარო არის, რომ შავქვიშაზე ხარ და არა მყარნია დაგზე და შენ არასდროს არ იცი თუ კი შვეიცარელმა იცის ხვალ რა იქნება, ზეგ რა იქნება და რა 10 წლის მერე რას გეგმავს. ჩვენ რო გვიკვირდა გახსოვს, ალბათ შენც რო ჩახვედი პირველად ემიგრაციაში, როცა წახვედეს პირველი წლები იყო, ალბათ შენც გიფიქრია, ხო, რომ როგორ დეკემბერში რო გეგმავს, აგვისტოში სად მიდის და ჩვენ ვართ ქართველები და მგონია რომ აი სამხრეთ ამერიკულის რომ არ იცი ეს ხვალ საერთოდ იქნება თუ არა და როგორი იქნება და ვერაფერს ესე წინასწარ ვერ გეგმავ. და ხარ სულ აი ამ რაღაც ყიფე არასტაბილურ მდგომარეობაში, რაც მე არის დისტრესი და დისტრესია რომ მე რაღაცნაირად ხდები ემოციური ისტერიკიანი და ვერ იღებ რაციონალურ გადაწყვეტილებებს და მგონია რომ აი ამ მოჯადოებული წრიდან გამოსვლაზე არის ეს ლიტერატურა და ამიტომ გაქვს შენ ასეთი ინტერესი, სულ გინდა რომ აი სულ მაგ განცდა რომ გველაპარაკები რომ ხალხო წაიკითხეთ, აი წაიკითხეთ ეს არ ავიცილოთ თავიდან ტექსტით ის რაც შეიძლება მოხდეს. თიქეთი ხანდახან ვფიქრობ რომ ეს თარგმნა ლიტერატურული თარგმანი ეს რეალურად არის არა ტექსტის, მხოლოდ ტექსტის თარგმნა, არამედ გამოცდილების გაზიარება, რომ ჩვენი აი ეს გამოცდილება, რაც ამ წიგნში არის მაგალითად, რაც სხვა წიგნებში არის, ხო? ჩვენი გამოცდილების ნაწილი გახდეს, ხო? უპირველეს ყოვლისა ეს არის ჩემთვის. აი როგორც ამბის მოყოლა, ხო? აი ძალიან ხშირად ეხლა რო არის სკეპსისი იმის მიმართ თუ კითხულობთ თუ არა და არის თუ არა ინტერესი ლიტერატურის მიმართ. მე ვფიქრობ, რომ ყოველთვის არსებობდა ეს სკეპსისი და ალბათ ჩვენ ცოტა ზედმეტად გვეშინია, იმიტომ რომ სანამ ადამიანი როგორც ინტელექტუალური არსება, როგორც სულიერი არსება, დავანებოთ ინტელექტუალურს თავი, არსებობს
იარსებებს ამბის მოყოლის სურვილი, ხო, ამბის თხრობის სურვილი, რადგან ადამიანები თავისი განვითარების სულ საწყის ეტაპზეც კი, როდესაც ცეცხლის ირგვლივ ხდებოდნენ, ისინი ერთმანეთს ამბებს უყვებოდნენ, ხო, შეთხზულ, გამოგონილ თუ რეალურ ამბებს და ამიტომ ლიტერატურა მე მგონია, რომ ძალიან სიცოცხლის უნარიანია, იმიტომ რომ ადამიანის, კაცობრიობის განვითარების შეიძლება ფორმები შეიცვალოს უბრალოდ, მაგრამ ამბავი რადგან ერთადერთი არის ზუსტად ტექსტი და ამბავი, რომ სხვისი გამოცდილება გაიარო ისე, რომ შენ მიიღო ეს გამოცდილება, ანუ შენი ნაწილი გახდეს და მიიღო ეს როგორც ცოდნა. სხვისი გამოცდილებით შენ მიიღო ცოდნა. ან პირიქით შეიძლება ვთქვათ, რომ შენი ცხოვრება დაწაიკითხო უცებ ხუან კარლოს მენდესის წიგნში. უცებ აღმოაჩინო, რომ კი ეს ხო ასე იყო, სწორედ ასე იყო. ის რაც ჩემ პირადი გამოცდილება. კი და მე ვფიქრობ, ტყუილად არ ებრძვიან ხოლმე, აი ძალიან ხშირად, როცა სტუდენტს უკითხავს, ან ეს კითხვა ისმის ხოლმე, რომ რატო შეიძლება მაგალითად, რომ ტექსტი ზოგადად კითხულობს ქვეყანაში, ყველა ქვეყანაში დაახლოებით 1% თუ კითხულობს, ეს ინტენსიურად ყველაფერი ახალს ეცნობა და ჩართულია ლიტერატურულ პროცესში და სხვა შორის შენი საყვარელი ლიოსა და ჩემი საყვარელი ლიოსაც ამბობდა, რომ შემჩნევა, რომ ძირთად ქალები არიან მკითხველები, როგორც წესი, ლიტერატურის აი სტაბილურად ერთგულად მკითხველები, პრეზენტაციებზე მომსვლელები არიან ქალები. კაცები რაღაც თვლიან, რომ ამისთვის არ ცალიათ რა, ლიტერატურისთვის და ძალიან ცდებიან, იმიტომ რომ ძალიან სწორად პროპაგანდა ყოველთვის ცდილობს და რეჟიმები, რომ წერლები, რეჟისორები, ფიქციის შემქმნელები შეზღუდოს და ცენზურა დაუწესოს და რატო? ახლა ესე ხო არ არის, რომ ადამიანი მკითხველები ახდენენ რაიმე ტიპის ცვლილებას. უბრალოდ აი კითხვა გაძლევს იმის საშუალებას, რაც თქვი. ან აიგივე პერსონაჟი და თვლი, რომ შეიძლება თურმე ასეც იყოს და პასუხი მიიღო შეკითხვებზე, რაც გაქვს შენი ცხოვრების მიმართ, ანაც თავისუფლად აზროვნება ისწავლო, რომელიც მერე დაუმორჩილებლობის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკული აზროვნება, სკეპსისი ჯანსაღი რაღაცების მიმართ და კიდევ ნახო, რომ თურმე სხვანაირადაც შეიძლება იყოს. აი თუნდაც ადგე და თავი დაადო და წახვიდე თურმე სადღაც. აი ეს ოდისევსის მითი შენთვისაც გახდეს და ჩვენ რა გვიქნეს, ხო, საბჭოთა კავშირში რომ ჩავკეტეს, აი ეს რა შემოგღობეს, ასე ვთქვათ. თავარი ლიტერატურული ტექსტი მოგვისპეს ჩვენში ამით. წასვლისა და შინ დაბრუნების შესაძლებლობა. რაღაც მონიშნულ ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილებისა და მოგზაურობისა და საკუთარი თავის გაცნობის და ეს შემთხვევით არასდროს არ ხდება, რომ შენ იქ არ ნახო რაღაც, რასაც მოიტან მე როგორც ცოდნას უკვე. რასაკვირველია ადამიანის განვითარების თუნდაც რომ თევზით დაბრუნდე. აბიჯი ეს არის სახლიდან გასვლა, ხო? ფოლკლორი ავიღოთ ფოლკლორისტები ხო მაბობენ ამას ზღაპრის სტრუქტურა, ეს ყველაფერი ხო შესწავლილია, რომ იმისათვის რომ რამე მოხდეს საერთოდ ცხოვრებაში, გმირი სახლიდან უნდა წავიდეს, ხო? და აი ხუან კარლოსთანაც გვაქვს ეს სხვათა შორის, რომ შენ უნდა წახვიდე, მამა, იმიტომ რომ კაცი იმისთვის იბადება, რომ ერთხელ მაინც წავიდეს სახლიდანო. აი ეს რაზეც საუბრობთ, ხო, ოდისევსის გზა რეალურად თვითშემეცნების გზა არის, რომელიც აუცილებლად დაბრუნებით სრულდება. მაგრამ ხუან კარლოსი მაინც არ არის მისთვის ეს მე მინდა ერთი პატარა ეპიზოდი წავიკითხო მამის გზაზე, მაგრამ მაინც მისი ინტერესის საგანი არის მაინც დარჩენილი ადამიანები. რა თქმა უნდა. არ ყოფნა არის ამ წიგნის მთავარი მოქმედი გმირი. პერსონაჟის არ ყოფნა, რომელმაც დატოვა დიდი სიცარიელე და ის ადამიანები, ვინც დარჩნენ, აი ამ სიცარიელეში რაღაცის შეკოწიწებას ცდილობენ, როგორც აი ეს პერსონაჟი, ხო, გიერმო, მთავარი პერსონაჟის შეყვარებული, რომელიც თითქოს რაღაცას აშენებს, მაგრამ ის აშენებულიც სიცარიელეა. კი. და შეიძლება ზოგჯერ ეს სიცარიელე გაცილებით დიდი მოცულობით იყოს შენ ცხოვრებაში და მეტად მოქმედებდეს ვიდრე სისავსე.
არ ყოფნაზე ძალიან ზუსტად თქვი და მოდი წავიკითხოთ ეს ეპიზოდი, რომლითაც აი აქ ჩამინიშნავს და მინდა ეს გითხრათ, რომ აი რომანზე რას ამბობს ხუან კარლოსი, რომ რომანიო ეს არის რომაზე საუბრობს ის, რომ რომანი ეს არის განცდა იმისა, რომ აი ამ რუზრუში, აი ამ ხმაურში, დღევანდელ ხმაურში არსებობს სიტყვები, რომლებიც შენთვის არის დაწერილი, რომელიც შენ მოგემართება, ხო? და აი რომანი, მართლაც მხატვრული ლიტერატურა არის ეს, რომ აი ამდენ ხმაურში უცებ გამოჩნდება სიტყვა, რომელიც შენთვის არის დაწერილი და შენს მოსაძებნად დაწერა, იმისათვის, რომ შენ მოძებნო აი სიტყვა და ძალამე სიტყვა და მინდოდა ჩავინიშნე, რომ რომანის კითხვა ვამბობ ჩილეს სოფლის მეურნეობის რადიოში ინტერვიუზე არის ინტუიცია, რომ შუაგულ ხმაურსა და ქაოსში არსებობს მკაფიო გზავნილი ჩვენთვის. რომანი ის ეჭვია, ის საჭიროება, რომ სიტყვების რუზრუში, რომლებიც შესაძლოა ბოლომდე არ გვესმის, არსებობდეს სიტყვები, რომლებიც საგანგებოდ ჩვენ მოგვემართება. აი ეს ძალიან ისეთი რამ არის, ხო? კი და მნიშვნელოვანი. და აი კიდევ ერთი პატარა ეპიზოდი, რომელიც მამის მოგზაურობას ასახავს და შვილი, რომელიც ამ მოგზაურობაში თან არ ახლავს, იმდენად ახლოს არის მამასთან და იმდენად გაითავისა ეს მისი გზა და მისი თავგადასავალი, რომ შვილი აღწერს ამ გზას. არავინ იცის რა არის წყურვილი, მისი ჟინიანი სამსჭვალი ყელში, მისი სახმილი პირში, მისი მჩხვლეტავი შეგრძნება, მისი გველივი ზრდა ღრძილებზე. არავინ იცის მამაჩემის გარდა. ოკეანეში 30 დღიანი მოგზაურობის შემდეგ ნებას რთავენ, რომ დღეში თითისტოლა წყალი დალიონ. მხოლოდ ერთი, მეც ვერ დაარწყულებენ. უკვე აღარავინ იცის, როგორ მიადგებიან ვენესუელას, რამდენი დარჩა იქამდე. ვენესუელა არ არსებობს. ეჩურჩულება ერთ-ერთი გაქცეული მამაჩემს. ვენესუელა ადგილია, სადაც წყალი ბუყბუყებს. ადგილი, რომელსაც ვერ მივაღწევთ. ადგილი, რომელიც არ არსებობს. მე იმედი მაქვს, რომ მართლა ყველას მოუნდება, აი ხლა ამ აგვისტო არის ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი თვე. ზოგადად, ხო? და აი აგვისტოს საკითხავი თუ არსებობს, ალბათ მე ჩემთვის ყოველ შემთხვევაში აგვისტო ასოცირდება განმარტოებასთან, კითხვასთან, რუზრუზისგან და რუტინისგან ცოტა ხნით თავისუფლებასთან, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ძალიან ცუდი რაღაცებიც აგვისტოში იწყება ხოლმე ომებისა და ბევრი პრობლემის სახით. რა ვიცი, ძალიან დიდი მადლობა შენ იმ საქმისთვის, რასაც აკეთებ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩემი აზრით პატრიოტიზმი არის ზუსტად ის, რომ ყველამ თავის საქმე აკეთოს კარგად. ზუსტად, სადღეგრძელოებისა და პათეტიკის გარეშე და აი ეს ტექსტი ზუსტად ამიტომ მოგწონს მე და შენ და ალბათ კითხველსაც, რომ აი სიზუსტის, კამერულობისა და იმის გამო, რომ მე ძალიან ბევრ რაღაცაზე ფიქრობ. რა და როგორ შეცვალოთ თუნდაც ჩვენს პატარა გარემოში, ხო? მადლობა ყველა იმ წიგნისთვის, რომელიც თარგმნე, რომელსაც მომავალში აუცილებლად არ გაჩერდები და გადათარგმნი. როგორც არ უნდა კონდეთ ამ ენთუზიაზმის ჩაკვლის სურვილი, მთავარია შენ გინდოდეს, რომ ეს აკეთო ქართული საზოგადოებისთვის. მადლობა ჩვენ სპონსორს მთისწყალს, მადლობა საქართველოს უნივერსიტეტს და რა თქმა უნდა, მადლობა ჩვენს გამომწერებს, რომლის გარეშეც არ იქნებოდა არანაირი პოდკასტი. გემშვიდობებით მომავალ წიგნამდე. მომავალი კი მათია, ვინც წარსულის გააზრებით ხვალინძელ დღეს ქმნის.